აი ახლა მოვედით კიდევ ერთ ოჯახში. სადაც ოპა ძალიან აი ვიტყვიან რთული მდგომარეობაა ხალხ. გამარჯობა ბებო. არა ბებო რას ამბობ? იცოცხლე. ჩვენი ექიმი როგორც ყოველთვის გამარჯობა. არა ბებო. როგორ ხართ? ნადლობა მის. არა ბებო. ბებო რა მდგომარეობა გვაქვს? ძეძი რა ვიცი. ჯერს აგისახლი შვილო შრომაზე იყო 8 სექტემბერს 2 წლის უკან რომ იყო მაშინ ვერაფერი ვერ დავწია ხანი მე დავწერე განცხადება მივიდნენ აი ეზო არ ვარგა საერთოდ ახლა მსხლები რაც იყო ხანი ყველაფერი მოთხარა მთლობას ნალი მქონდა ერთი იგიც წეიღო შვილო აღაფერად აღარ ვარ და დაშლელი კი არა მიცა წევიდა და წეიღო ყავს 3 წლის ბაღანი სახში ცერემონიული დაბლა გადანატა ვერ დადიოდა ამდენ და 1-2 წელია ბრძოლობ იმის გულისთვის რომ მასაჟი ყველაფერზე დავიორ და რაღაცნაირად ცოტა იმით ამაგინეთ ბაღანას ხერხი ჩემთან ამფერი გაჭირებული ბაღანა მყავს ერთი ბაღანი მიცვალებული მყავს ეგერ ვაიწის იმის მერე და აქ და არავით არ შემთხვევაში ამ ოჯახში არავინ არ მოსულა რომ თქვენ რამე გიჭირს გიხის ამის დედა და გაჭირებულია მამამისი არა კიდევ კარგად მე ვარ ბები კარგად დედა მისი მამის მამიდა ვარ გუთხოვარი ვარ და ვარ ოჯახში აგენთან რომ მაგელი გამეზარდა ასაგებია წვალობ და არაფერი ჩვენ არ გვაქვს ვერ გავხდი მე ვერაფერი ვერ გავხდი თორა კანონს შევდი და არაფერი არ მოხდა ჩემს შორის ამფერი ბაღანი 2 წამალზე მყავს დეპაკის ვასუნ თუ იცით ის წამა ხო და მე იმ წამალს ჯერ ბათუმში სასწრაფოდ გადამიყვანე ნიკინე რა დღე გავატარეთ არ ვიცოდით რა ჭირდა კუტარით შევიყვანე ბაღანი და ამფერ ბაღანაზე მე არაფერი არ მიწევს არ მეხმარებიან არა ეხლა ჩვენ რა შეგვიძლია ამ ეტაპისთვის ანუ თქვა ხვალისთვის რომ მოგაწოდოთ ისეთი წამალი რამე და სხვას რაც ხაფერი იქნება ჩვენი ოჯახი გავა მე გასაგები არაფერი არ მინდა მე ჩვენც არა ვართ იმგენის ან რაღაცა მსგავსი ჩვენ ვართ თქვენაირად მოსახლეობა და ვიბრძვით თითოეულ ჩვენგანი იმისთვის რომ რაღაცა კარგი გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის იქნება რამე და ახალგაზრდებს კი ეშველება მე მაგალითად მოკლედ მოხარული ვიქნებ რამდენი ლარი გიждდება თქვა თვეში წამალი ბავშვისთვის ბავშვის წამალი დედა მე მაგისტრის რომ გითხრა 300 ლარი მაინც მიждდება მინიმუმი 300 იდება კინის გარდა ხომ უნდა კიდო რაცხა წამლები ერთი წამალი მე კიდო 100 და თანახმს აქეთ არა თბილისიდან ვაგზავნი ხო და იმას ვასმევ კიდო და რა ვიცი თუ გირანია ბავშვისთვის ყველაფერს ვასმევ გარეთ ვერ გადის ხელს ვერ ხუნაროს ყველანაირად ასია ხელი ხო და ასეთი ბავშვებს ისე ყობია ვითომ ყობია მე ასე ნუ შექმნილი არის ორგანიზაციები ვინც უნდა მიხედოს ამას უშუალოებისთვის არის იმიტომ რომ გარჩევითი მე ასე ვიტყვი ამას ხვალა 3 წელიწადია დავდივარ მე და ვერაფერი ვერ გავხდი კანონი მოკლედ ბებო ჩვენ ახლა რაც შეგვიძლია კიდევ ამოვიტანთ წამლებს საკვები რაიმე გჭირდებათ რა ის დედა თუ რამეს იქნება თუ რა არც ისე საკვებსაც მოგიტანთ კიდე დაგიტოვებთ და ხვალისთვის კიდევ მე შევეხმიანები ჩავალთ ოზურგეთში თუ კი რაიმე შეგვეძლება მსგავსი წამალი ჩავიწევთ ყველაფერს ახლა რაც არის საჭირო და ხვალაც ან გამგებელს მოვაწყდით კეთილსინებებს და მოიტანს აქ ანუ თუ არ მოიტანს მაგაზე ჩვენ მოვთხოვთ პასუხს მაგრამ მოიტანს და თუ არა და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ახლა მე ვიცი რომ თქვენ იწევთ. მე არც გამგებელის მეშინია და არც არავის ისეთი გამწარებულია. გამგებელი არ უნდა მოსულიყო ამფერ ავაკყოფთან ოჯახში და რა გიწევთ. ასე გითხრა ყველა კარგად არისო. ვინა ყველა? აი მინდოდა ინტერნეტში ნახე წერდა ერთი მაკა რაღაცა არის ინტერნეტში თავრობის ადამიანი და წერდა რომ ყველაფერი კარგადაა უკვე სუფი ჩემმა ძმამა აი ოჯახის კაცმა დღეს გააკეთა ყველასთან იყო აქან და აგერ იყო გაწყვეტილი სამრეკეთ და მე ვიყარი შემეშვი არ მინდა უკან დამანებეთა ბაღანი ინდონეზზე მყავდა ისეთი ბავშვი რომ მაგი საერთოდ სიგნალს ვერ იტანს ხო და ბაღანა კინაღამ გამიგიჟდა და გუში უთხარი მის მამას რომ არ მინდა დადის სახლებს სკოლას ხო და არ მინდა უთხარი მე დაჟექენ ბაღანასა და იყავი აი არ მომიგდეს საკანები
მოკლედ ეპილექსიის თქვენ მოისმინეთ ყველაფერი. დანარჩენი რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებ.